ერაყელ სტუდენტებს, რომლებიც ქუთაისში აკაკი წერტლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ, ბინადრობის უფლება შეუჩერდათ. სტუდენტებს ერთთვიანი ვადა აქვთ მიცემული, ხოლო შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუწევთ. მიზეზად იუსტიციის სამინისტროსგან სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება დასახელდა. სტუდენტები გაურკვევლობაში არიან და დახმარებას ითხოვენ. ერთ-ერთი მათგანის მუსტაფა პარაღოლის განმარტებით ის საქართველოში უკვე 3 წელია და მისის გაუგებარია ახლა რატომ გახდა მისი ქვეყანაში ყოფნა საფრთხის შემცველი. We are 8 students Iraqi. ჩვენ აქ სტუდენტები ვართ, ვსწავლობთ და ეს პრობლემა, რომელსაც წავაწყდით, რაციონალიზმს მოკლებულია. დასაწყისში ეს პრობლემა 12 სტუდენტს ჰქონდა, თუმცა 4 მათგანმა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტმა მიმართა შესაბამის უწყებებს, პრობლემა მოუგვარდათ. აი ჩვენ კი ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე საშიშებად გვაცხადებენ და უარს გვეუბნებიან. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ყველას ვესაუბრეთ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ვერ დაგვეხმარებიან, რომ ეს ჩვენი პრობლემა არაა. თუკი ადვოკატი უნივერსიტეტი არ დაგვეხმარება, მაშინ ვის უნდა მივმართოთ? ჩვენ ერთი რამ არ გვესმის, თუკი ჩვენ სახიფათო ვიყავით ამ ქვეყნისათვის, როგორ ვიღებდით ყოველწლიურად ნებართვას ბინადრობის უფლებაზე და კიდევ ჩვენ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები ვართ, რატომ არ გვეხმარებიან? როგორც წერტლის უნივერსიტეტში აცხადებენ, საკითხის გადაწყვეტაზე მათ გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ, თუმცა საჭირო დოკუმენტები უკვე გასცეს. ჩვენ ასევე დაუკავშირდით იუსტიციის სამინისტროს, თუმცა სამინისტროში საკითხის გადამოწმებამდე კომენტარისგან თავს იკავებენ. უნივერსიტეტი ვალდებულია მათი სწავლა უზრუნველყოს, როდესაც მათ აექნებათ ბინადრობა. რაც შეიძლება დახასიათებას რეკომენდაციას უნივერსიტეტმა მათ მისცა დადებითი დახასიათება და რეკომენდაცია და ჩვენ ნამდვილად არ ვიცით. და თქვენ რას ფიქრობთ, ანუ რატომ არ გააუქცელეს მათ ბინადრობის უფლება? მე ნამდვილად არ ვიცი, ეგ რა ვიცი. ეგ ნამდვილად არ ვიცი, არავინ არ იცის, ესე რა თქვია. რატო არ გააუქცელეს, ამას ნამდვილად ვერ გაქცევს. სტუდენტები დახმარებას ითხოვენ, მათი თქმით, დეპორტაციის შემთხვევაში დაკარგავენ როგორც დიპლომის მიღების შანსს, ასევე იმ დროსა და თანხასაც, რომელიც საქართველოში ყოფნის პერიოდში გაიღეს.